მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა და ჩვენთან არის ღმერთი. პირველ ყოვლისა მინდა მოგილოცოთ ყველას მარიამის მარხვის დასაწყისი, იმიტომ რომ მოგეხსენება თუ რაოდენ მნიშვნელობას იძენს მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში მარხვა და მადლობა უფალს იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აგერ მარიამის მარხვას შევეგებოთ, დავიწყოთ, ვიმარხულოთ და ისაც ვერ შევძელით. თუნდაც დიდ მარხვაში ან პეტრე-პავლოვის მარხვის დროს შეგვაძლევნოს უფალმა და ღვთისმშობელმა მოგცეს იმისი ძალა ყველას, რომ უპირატესად ავინახოს საკუთარი თავი, საკუთარი ცოდვები და თუ კი ადამიანი ამას შეძლებს, აღარ იქნება აღარც განკითხვა, აღარც სიძვილი, აღარც შური, აღარც ბოღმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც არის სწორედ მთელი არსი მოძღვრებისა, ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, რომ ადამიანმა შეძლოს ჭეშმარიტების გზაზე დადგომა და სიარული. სიარული ადვილად, იმიტომ რომ ძალიან რთულია ქრისტიანობის გზა იცით თქვენ და თუ არა უფლის წყალობა, შემწეობა წმინდანების განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელის, იმიტომ რომ მასზე უდეს წმინდა და მეოხიცით თქვენ რომ ადამიანს უფლის წინაშე არ ყავს და შევთხოვოთ დედა ღვთისას, რომ მოგცოს იმის ძალა, რომ ღირსეულად გვემარხულოს ეს ორკვიანი მარხვაც და ყველას ერთად ღირსეულად შევგვეუბნოთ და გვესასწაულოს მარიამის საუფლო მიძინების საუფლო დღესასწაული. ეს ასე ვიცით, რომ იხსენიება დედა ეკლესია და განსაკუთრებით პატივს მიაგებს რაჟდენ პირველ მოწამეს და მასთან ერთად მარადის ვერში მომწდარ ხერხეულძეს, ხერხეულძეს დედასთან დასთან ერთად და ასევე იმ 9,000 ქართველს, ვინც თავი გაწირა სწორედ აი ამ დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერისა და ჩვენი მამულისათვის. რა თქმა უნდა, თავისი არსით ერთი შეხედვით ეს ერთი უმძიმესი დღეა ჩვენი ერის ისტორიაში, იმიტომ რომ ისეთი პატარა ქვეყნისას როგორც საქართველო აი ამ ხელამ მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ციფრია, თუმცა მეორე მხრივ ეს არის უდიდესი დღეს, რატო? იმიტომ რომ სწორედ აი ამ მათი სახით ჩვენ ზეციურ საქართველოს შეემატა მეოხლი წმინდანები, რომლებიც აქეთ ევედრებიან და არიან მეოხლი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის და თითოეული მათთან მისული წმენით მისული ადამიანის მიმართ. და ყოველთვის ადამიანი ეცნობი აი ესეთ ესე იგი წარსული ისტორიის ნაკვალევს და კითხულობა რა მათ შესახებ წყაროებს არასდროს ვარ დაგებადოს კითხვა, რომ რამ განაპირობა მათი მხრიდან გადაედგათ ასეთი ნაბიჯი. მით უმეტეს ვიცით ჩვენ რომ ყველაზე უძვირფასი ადამიანსაც არის საკუთარი სიცოცხლე და ადამიანი გაწირო წახვიდე ისეთ გადადგეს ნაბიჯი, რომ შენ გაწირო შენი რაც შენ ყველაზე მეტი ძვირფასია შენთვის, ეს უკვე ნიშნავს რაღაცას და რა არის ამის მიზეზი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის განუზომელი რწმენა და სიყვარული უფლის და შემდეგ ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნისა. და სწორედ ამიტომ არის ამით არის განპირობებული მათი ეს მამელუშვილური გადაწყვეტილება და ეს მსხვერპლი და მათ კიდევ ერთხელ იმას ხაზი გაუსვა, რომ საკუთარი სიცოცხლე დათმეს, თუნდაც თითოეულ ჩვენთაგანისთვისაც, იმიტომ რომ რო არა მათი სულისკვეთება და მათთან ერთად სხვა ჩვენ დიდი წინაპრებისა, დღეს საქართველო რა თქმა არ იქნებოდა ისე და ესმე წმენასთან ერთად თანხვედრაში და უფლის იმედით ყოველთვის ასეთი ხდებოდა ასეთი გადამწყვეტი მომენტები, ყოველთვის უფლის იმედით ხდებოდა ბრძოლები და შერკინება მოხდურ მტერთან. საკმაოდ საინტერესოა, არ შემიძლია არ შევახო, არ გამოყო ცალკე აი 9,000 ხერხეულძის დედის მდგომარეობა, წარმოუდგენთ დედა, დედობრივი გრძნობები, რამხელა სულისკვეთების უნდა იყო ადამიანი, რომ თვალწინ 10 შვილი მიაბარო მიწას აი ამ ბრძოლაში. იცით თქვენ, როდესაც მათ ებარათ ბოლოს აი ამ ძმებს ქართული დროშა, გორგასლიან დავითიან თამარიანი და ერთი რო დაეცემოდა, მეორეს დააწვდიდა და აი ესე ბოლოს მისი ნაბოლარა ქალიშვილისო შეეწირა მსხვერპლად, მოწამეობრივად შემდეგ აი დედას დაეცა აი დროშით ხელში. ეს რა თქმა უნდა ისევ მინდა ამას ხაზი გაუსვა, რო არა რწმენა, ადამიანს არ შეუძლია გადაგდას ერთი ნაბიჯი. ანა თუ არა ვერც გადადგავს და რატო ვსոխას, მინდა ერთ მოვლენებსაც შევეხო, მით უმეტეს აგვისტოს თუ არის თქვენ და 18 წელი შესრულდა 2008 წლის მოვლენებიდან ყველას გავხსოვთ რა ხდებოდა მაშინ საქართველოში. მე მაშინ უშუალო შეხება მქონდა ამ მოვლენებთან და მე ის შეშინებული ჯარისკაცი არ მინახავს. ყველა ეს ბიჭი ვინც იყო, ვინც დაეცა იქ, ყველა იყო გულანთებული, ყველა ეზიარა აი ბრძოლის წინ და მადლობა მაშინ და ეპარქიას და ეკლესიას ეცალკე იცით თქვენ ცალკე მსჯელობის საგანია, რომ დიდი როლი და დიდი ამაგი შეიტანა მას ჩვენმა დედა ეკლესიამ აი ამ დღეების განმავლობაში და დიდი ნუგეში იყო ეს თითოეული ჩვენაგანისათვის. და რატო უსახსო, პირიქით ისინი ერთ წუხდნენ იმის გამო, რომ მათ არავინ აღარ ყავდათ ისეთი, ვინც ის გაუძღებოდა და შეტრიალდებოდა, იბრძოლებოდა, ყველა მიატოვა ისინი იცით თქვენეს. ამიტომ მას აღარ გავაგრძელებ, ეს ხო რა თქმა უნდა დიდი ტრაგედია, მაგრამ ამისთვის მინდა ხაზი გამესვა იმისათვის, რომ ქართველებში მით უმეტეს ხო ყოველთვის ეს
ბრძოლის სულისკვეთება ჩადებულია როგორც თქვა რაღაც ამ კოდი გენეტიკურად და თუ გადავხედოთ ჩვენ ისტორიას, სწორედ ქართველი კაცის არსებობა გადიოდა სწორედ ბრძოლაზე და სამშობლოს დაცვაზე და უფლის რწმენაზე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამას ხაზგავთ, თუ არ რწმენა ადამიანი ესე დაბუჯებს ვერ გადაგდებს და გამორიცხული არის. ამით იყო განპირობებული 100.000 მოწამეობა, ამით იყო განპირობებული იგივე ქეთევან დედოფალი და სხვები ამას აღარ გადავლთ თქვენ ყურადღებას. იმიტომ რომ ადამიანი როგორც ჩანს, აი ამ გარკვეული განსაცდელის დროს ადამიანში იღვიძებს აი ეს გრძნობა და მე სიკვდილის შიში სადაც უკან პლანზე იხევს და სწორედ ამით იყო განპირობებული ალბათ თავის დროზეც აი ამ 900 ხელმძღვანელის თავის გაწირვა, სხვა ჩვენ დიდი მამულიშვილებს და მათ შორის აი ჩვენ ბიჭების ვინც გახსენეთ 2008 წლის ომის დროს და შეთხოვოთ რომ მათ სულები დააწესოს სადაც მართალი განისვენებენ. შეიძლება ჩვენ აქედან გამომდინარე თავმად ვთქვათ რომ თითოეულ მათგანმა პირნათლად მოიხადა ვალი როგორც უფლის ასევე ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. მე შეთქვით არ მიხსენებია ვალის გადახდა. რატო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს განუჩინაროდ იმისა ის რა ეროვნებისა არის, რა აღსარებულობისა, საერთოდ წამს თუ არა ღმერთი, ადამიანი ყველა შექმნილია უფლის წყალობით და ყველა ადამიანს უფლის წინაშე გააჩნია გარკვეული ვალები. დაიბადე როგორც ადამიანი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ მოვალე ხარ უფლის წინაშე. რატო? იმიტომ რომ მოგვალე როგორც მოაზროვნე და გონიერი არსება და მოგცა იმისი შესაძლებლობა როგორ მადლით, როგორც მაგდით გახდე როგორც ღმერთი. ესე განიღმრთო და დაიკავო შეთვის განზადებული ადგილი სათავსოში წმინდანების გვერდით. გაგითენდა მშვიდობიანი დღე, ესაც უკვე ნიშნავს რომ ვარში ხარ უფალთან იმის გამო რომ ამ მიწიერ ცხოვრებიდან კიდევ ერთი დღე გასესხა და მოგცა საშუალება გონივრულად ამ საკუთარი თავის უკეთეს შეცნობისათვის გამოგვეყენებინა თითოეული საათი, თითოეული წუთი და თითოეული წამი. და ერთი ნაბიჯი წინ გადაგვედგა სწორედ აი ამ სულიერ ცხოვრებაში. მოხვდით ეკლესიაში წირვაზე, ითქვა აღსარება, მივიღეთ ზიარება, მადლი და შენდობა ცოდვებისა, ესეც ვალია უფლის წინაშე, რადგან მსგავსად დიდრისა და ლაზარეს იგავი არ აგვეხილა თვალი იქ საიდანაც გამოსვლა იქნებოდა შეუძლებელი. და მთლიანად ამოწურო ადამიანმა და გადაიხადო უფლის წინაშე ვალები, ეს არის რა თქმა უნდა შეუძლებელი და საკმაოდ რთული. გამომდინარე იქიდან რომ იმდენად დიდია უფლის მხრიდან ჩვენდამი გაღებული მოწყალება რომ ვალის ამოწურვა და გადახდა არის როგორც გითხარით შეუძლებელი. სწორედ ამიტომაც იყო რომ ყველა წმინდანი არასდროს არ მიიჩნევდნენ თავს წმინდანებად და ყოველთვის სიკვდილის წინ ეოდრებოდნენ უფალს გარკვეული დროის მიცემას იმისათვის რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა კიდევ სინანულისათვის. სწორედ სინანულის თავდაბლობის მორჩილებისა და მიმტევრობის შედეგად შეუძლია ადამიანს გარკვეულწილად შეამციროს უფლის წინაშე არსებული ვალები, ანუ თანანადებნი, რაც ჩვენ გვესწრებს ხშირად ლოცვებში. დღევანდელ სახარებაშიც, რომელიც უკავშირდება იგავს, ესე იგი უმოწყალო მონის შესახებ, სწორედ აი ამაზე ამახვილებს, აი ამ სათნოებზე ამახვილებს ყურადღებას თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. იმდენად დიდია აი ამ დღევანდელი სახარების მონაკვეთის მნიშვნელობა, რომ ისე დიდი მამები როგორც იყვნენ წმინდა იოანე ოქროპირი, თეოფილაქტე ბულგარელი, ნეტარი აუგუსტინე და სხვები მას მიიჩნევენ ქრისტიანული მოძრაობისა და ზნეობის და სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ ფუნდამენტურ სწავლებად. და რატომ? იმიტომ რომ როგორც ამას ბრძანებს წმინდა თეოფანი დაყუდებული, ეს არის გადარჩენისაგან მიმავალი უმოკლესი და ყველაზე საიმედო გზა. გსურს რომ ცხონდე, მიუტევე ყველას და ყველაფერი და გადარჩები. უფალის პირდაპირ ბრძანებს მათე სახარების მე-6 თავის მე-14 მუხში, რომ უკვე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცვლებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენსა მამამან თქვენმა ზესათამან და ხოლო უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცვლებანი მათნი, არცა მამამან თქვენმა მოგიტევნეს თქვენ შეცვლებანი თქვენი. იგივე საუფლო ლოცვაში მამაო ჩვენოში ზუსტად იმას ბრძანებს მაცხოვრებელს გვეუბნება რომ და მომიტევეთ ჩვენ თანადებნი ჩვენი ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანადებთა მათ ჩვენთა. ესე იგი ამას ხაზი გაუსვა, ამას პირდაპირ უფალი გვეუბნება, არა მოციქული რომელიც წინ არა უშუალოდ ღმერთი. ესე იგი ეს არის ფორმულა ჩვენთვის მოცემული საკუთარ კაფიო და მარტივი, მიუტევე და მოგეტევება, არ მიუტევებ, არ მოგეტევება. და ცოტა მიტევება, მორწმუნე დასაბედისას თქვი, ის არის რა თქმა უნდა სანუკვარი და სანატრელი ოცნება. ამიტომაც ბრძანებს დავით მეფსალმონე 30 ფსალმუნში, რომ ნეტარ არია რომელთა მიეტევს უჯულება და რომელთა დაეფარეს ცოდვანი, და რაც კაცი
რომელს არა შეურაცხყოფს უფალმა ცოდვა, არა არის პირსამისა ზაკვა. და სწორედ აი ამ ეხლა რომ დაუბრუნდეთ ჩვენ იგივე სახარებას, ვინ არის ეს მეფე, ანუ მეუფე, რომელსაც ინება რომ ვალები ამოეღო მევალეებისაგან. რა თქმა უნდა, ეს არის თავდუფალი ჩვენი იესო ქრისტე. მონა, რომელსაც 100, რომელსაც ბევრი ტალანტი ემართა, ეს არის სწორედ ტალანტი ეს ძველი ერთეულია და უტოლებოდა 3000 კილო ოქროს. განასახიერებს თითოეულ ადამიანს. და ჩვენს ცოდვებს უზარმაზარ ცოდვებს გადაუხდეთ ცოდვებს და ტვირთს ღვთის წინაშე. ამიტომაც ბრძანებს და დიდი მამა იონე ოქროპირი რომ ეს კოლოსალური თანხა აჩვენებს რამდენად დიდი ადამიანის უფლის ადამიანის ვალი შემოქმედის წინაშე, რომელიც გადახდათ საკუთარი ძალებით არის შეუძლებელი. ხოლო ის მონა რომელიც ას დრახანი ეკმართა, ეს დრახანი რაღაცა მიზერული თანხა არის, რაღაცა კაპიკები აი ამ ტალანტებთან შედარებით. ესე იგი დღევანდელ იგავში ღვთის წინაშე ჩადელი თითოეული ჩვენი ცოდვა შეფასებულია სწორედ ბევრ ტალანტად, ხოლო სხვათა მიერ ჩვენს მიერ ჩადელი ცოდვები ას დრახანად. ეს არის სწორედ არსებული რეალობა, დედამიწის ზურგზე რა თქმა უნდა, ამას მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც უფლის წინაშე არ ქონდეს უდიდესი ვალი, რაც გამომდინარეობს მისი ცხოვრების წესიდან, ხო? თუ რა თქმა უნდა მეტს ცოდავს, უფრო მეტია მისი ვალი უფლის წინაშე და თუ ნაკლები და ასე შემდეგ. მაგრამ აქ თავარია როგორ იქცევა თავად უფალი, როდესაც მისგან ადამიანი ითხოვს შენდობას და პატიებას და როგორ ვიქცევით ჩვენ, ანუ როგორ ვიქცევით ჩვენარი მოყვას, ვისაც ჩვენს მიერ რაღაც გარკვეული ვალები მართებს. ეს კარგად ჩანს დღევანდელ იგავში. რაც სამწუხაროდ არის მწარე რეალობა და ბევრ ადამიანს უჭირს ამასთან შეგუება. ნახეთ რომ უფალი როგორ მიუდგა ამ საკითხს, როცა მიდის ეს მოსთხოვს მას აი ამ ხელა თანხის გადახდას, ვალის გადახდას, რის საშუალებას მას აი მონას იმ მომენტში არ ქონდა. ეს მონა დავარდება მუხლებზე და ევედრება არ იმას რომ აპატიოს ეს ვალები, არამედ თხოვს გარკვეული დროს იმისათვის რომ მას შეძლებოდა აი ვალის გადახდა. იმდენად შეეცოდა უფალს აი მისი მდგომარეობა გამომდინარე, რომ არა თუ ვადა კი არ მიცა, მთლიანად აპატიეს ვალები. და როგორ ექცევა ახლა ეს მონა მისავე მოყვას როდესაც გამოდის, რომელსაც მისი ასდრახანი ემართა, წაუჭერს ყელში და გადაცემს სამჟაროზე. საპრობლემო ჩააგდებინებს და ანუ ისაც ზუსტად მისნაირად ევედრება როგორც ის რამდენიმე წუთის წინ ევედრებოდა უფალს. ზუსტად იგივე სიტყვებს ეუბნება რომ მიეცა მისვისას დრო, მაგრამ არათუ არ შეიბრალა, არამედ აი საპრობლემოში ჩააგდებინა. და მიზეზი ამ ყველაფრისა კი არის მიტევების ღირებულებისადმი უგულისხმო და ზერელე დამოკიდებულება. იმიტომ ადამიანს უჭირს იმის აღქმა და გაანალიზება, რაც მიტევების შედეგად გვეძლევა ჩვენ. ესე იგი ფაქტურად ვერ ვაცნობიერებთ იმ განუზომელ სუგრძელებას და მოწყალებას, რასაც უფალი იჩენს თითოეული ჩვენთაგანის მიმართ. ამიტომაც გმოძღვრავს წმინდა თეოფანი დაყუდებული და გვასწავლის, რომ წყენის წუთებში საკუთარ ფიქრებსა და გულში აღიდგინეთ უეჭველი აღთქმა, რაც მიმტევებელთ მიეცათ. აღთქმა, რომელიც შეუდარებლად უფრო ფასეულია ვიდრე უდიდესი დანაკარგები, რაც კი ადამიანის ძალუს წყენით მოგაყენოს. მაშინ რაწყენაც არ უნდა შეხვდეს, გულდან ამოხეთქავს გამამხნეველი ხმა, ღირს ამისათვის მიუტევო და ჩვენს შევუნდობთ. გაიხსენეთ ცოდვები, რომელიც მოგეტევა, ან და რომელთა მოტევებასაც ეძიებ და შენს მიღებული მოწყალებისადმი მადლიერებით სასურველი და სანატრელი წყალობის მიღების უეჭველი სასუებით მიუტევე დისულოვნა და გულუხვად. ესე იგი ადამიანმა რა თქმა უნდა მიაღწევა უცბად და ერთბაშად და მოიპოვა ისეთი სულიერი სიმშვიდე, რომელიც მოიგერებს ყოველგვარ შეურაცხყოფას თუ დამცირებას, არის საკმაოდ რთული და ყველას ეს გვიჭირს. და რატომ? იმიტომ რომ ყველას უჭირს საკუთარი პატივმოყვარეობის დაძლევა. გადალახვა იმ საკუთარი პირადი ეგოსი, საკუთარი ეგოიზმის და უშუალოდ კი იცით თქვენ რომ არაფერი არ მოდის ამ ქვეყნად და მით უმეტეს სულიერ ცხოვრებაში თუ კი ადამიანი გადაგდავს ნაბიჯებს, აი მიმართულებით რა თქმა უნდა შედეგიც არ დააყონებს. და რა არის ის პირველი ნაბიჯები, რით უნდა დავიწყოთ? ახლა ბუნებრივად შეიძლება აკითხვა, ხო? რა თქმა უნდა უმდაბლესიდან უმაღლესამდე, ცირით დიდისაკენ. პირველი ნაბიჯი, როგორც ამას ასევე გვირჩევს იგივე დიდი მამა თეოფანი დაყუდებული, არის მდუმარება. როცა გაწყენილებენ თავს ძალა დაატანე და გაჩუმდი. მიბაძე დავით წინასწარმეტყველს, რომელიც თავის თავზე ამბობს,
შევძრწუნდი და არა ვიტყოდე. გააკეთე ასე ერთხელ და მეორედ უფრო იოლად გაჩუმდები. რაც ხშირად შეინარჩუნებ მდუმარებას, მით ნაკლები აღშფოთებით შეხვდები წყენას. აქედან გამომდინარე სხვა მამებიც ზუსტად იგივეს გვირჩევენ და გვეუბნებიან, რომ მომტევლობა არა მხოლოდ შეგვძენს ამ ჩვევას, არამედ აღვივებს უფლისათვის შეურაცხყოფის მიღების სურვილსაც კი. ამიტომ იყო განპირობებული სწორად, რომ ბევრი წმინდანისათვის შეურაცხყოფა, უფლისათვის შეურაცხყოფა, დამცირება, აბუჩატაგდება იყო არა წმინდათ მათ პირიქით, ეს იყო მათთვის ჯილდო და შესაძინელი და ბევრი ესწრაფოდა ამისკენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის ასე მარტივი, არის საკმაოდ რთული, თუმცა არა შეუძლია ყველაფერი დამოუკიდებლად თვითონ ჩვენთანგან როგორ მოვიდოვებთ. ამ ცნების დაცვის გარეშე კი ცხონებაზე ფიქრიც კი არის შეუძლებელი და რა დაემათა ბოროტმონას ჩვენ ვნახეთ დღევანდელი სახარებიდან და განურისხდა უფალი იგი და მისცა უფალი მისი და მისცა იგი ხელთან ტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები მისი და იქვე მკაფიოდ და ხაზგასმით უფალი ბრძანებს, რომ ეგრეცა თქვენ, ეგრეცა მამამან ჩემან ზესათამან გიყოს თქვენ, უკვე თუ არა მიუტევთ კაცადან ძმასა თვისა, ყოლითა გულითა თქვენითა ცდომანი მათნი. ასე რომ კიდევ ერთხელ ამას ხაზი გავუსვა და შევეხო, რომ შეუძლებელია ერთი ცნების დაარღვევის გამოც კი ადამიანი შევიდეს სასუფეველში. ერთი ცნება დაარღვევს ადამ და ევა, მეტი არაფერი თქვენ იცით ეკლესიის ისტორიიდან და აგერ დღეში ვართ კი ჩვენ ხედავთ აი ეხლაც ვიმკით ამ შედეგებს და დღეში ჩვენ რამდენს ვწოდავთ აი ამ წუთასაც კი რომ დგევართ აქ ზოგს შეიძლება გონებაში 1000 რაღაცა აზრი მოგდიოდეს საშინელი, შეიძლება ერთი სული ქონდეს და გავიდეთ და ვიღაცას იგივე ჩვენი ვალი როგორ და არიქა და სადმე გამოვიჭირო და ეს მოთხოვა და იგივე დაგვემართოს რაც აი მონას დაემართა. ეს უნდა გავაცნობიეროთ, უნდა დავძილოთ ისე და ისე ამას ვიტყვი, რომ საკუთარი ეს რაღაცა ეგოიზმი, საკუთარი თავის მოყარეობა, პატრიმოყარეობა ამის გამო შეუძლებელი არის. ამას მინდა კიდე ერთხელ აღვნიშნო, რომ ამას უფალი გვეუბნება ჩვენ და არა რომელიმე მამა ან მოციქული. იმიტომ რომ ეს და უფლის სიტყვები ნუ ვიფიქრეთ ეს ნომივიღოთ ეს რასა ლიტონის სიტყვები და უფალი რა თქმა უნდა არის გულმოწყალე, შემწყნარებელია, მომტევებელი, მაგრამ ამასთან ერთად სამართლიანი. და როცა დადგა და ესაც უნდა გავხსოვდეს ყოველთვის, რომ დადგება დრო, როცა ყველას მოგვიწევს ჩვენი აი ვალების გამო პასუხის მიცემა უფლისათვის და ამიტომ ამის უნდა იყოს მზად. და მზად რას ნიშნავს ეს არის სწორედ იგივე ლოცვა, ამიტომ გვეძლო ლოცვა, მარხვა, ზიარება, აღსარება და ჭეშმარიტი სინამდვილე. სწორედ ჭეშმარიტი სინამდვილეა ის სათნოება, რომელიც მეშვეობით შეუძლია რომ ადამიანმა შეძლოს აი ამ ყველაფრის დათმენ, რაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. ასე რომ ცხონების გასაღები თვითონ არის ჩვენთან გვიჭირავს თვითონ ჩვენთაგანს ხელში და თავარია მონდომება საკუთარ თავთან და არა სხვათან ბრძოლა და შედეგი რა თქმა უნდა არ დააყოვნოს. ამიტომაც ხშირად მე პირადად ხომ ყოველთვის ხასუა მადლიერებას, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ არ ვიყოთ მადლიერანი, რომ ჩვენ მოგცა გვაჩქვა კიდევ ერთადერთი დღე და ჩვენ არ ვიცით ხვალ რა იქნება ჩვენ თავს. ეს არის უფლის ხელში მომავალი და წარსულს ვეღარ დავებრუნებთ და რაც ჩვენი არის დღევანდელი დღეს წუთები ჩვენ ახლა საუბრობ და აქედან რომ გავბრძანდები და მივალთ და თუ მშვიდობიან შევთხოვთ დაგვაღმებინოს ეს დღეს და გავგიტანოს მომავალი დღეები. რა თქმა უნდა წმენაში, უფლის სიყვარულში, ერთმანეთისადმი პატივისცემაში, მოთმინებაში, თავდაულობაში და ყველა იმ რა თქვა ეკლესიური მოძღვრების გატარებაში, რაც არის გადარჩენისა და ესე იგი ცხონების გარანტია. ხომ და დალოცული გაყავთ, გახარებული განყოფო და შეგვეწოს ყველას ისე და ისე დღევანდელი დღის მადლი წმინდა პირველ მოჭამე რაჟდენი საზმა ხერხეულზე მათი დედა და ის გმირი ვაჟკაცები 9000 ქართველი, რომელთაც თავი გაწიეს მამულისა და ერისათვის. ჩვენთან არის ღმერთი.